გამარჯობა. ეს პირველი არხია და თქვენ უყურებთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ინვიქტუს და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი კარიატიდა. გამარჯობა. როგორ ხართ? ხართ 3/4 განწყობაზე? როგორია ეგ? მე არ ვიცი, არასოდეს არ ყოფილვარ მე-4 თქვენ უფრო გრძნობთ ალბათ ახლა რაღაც ღელვას, ცოტა ნერვიულობას, თან მზაობას, თან ბრძოლის ჟინს. მე წარმატებებს გისურვებთ და საუკეთესოდ გამოგევლინოთ ეს ყველაფერი თამაშში. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოიგოთ და გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე და საერთოდ გააგრძელოთ ბრძოლა მთავარი პრიზისთვის, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ძვირფასო მეგობრებო, მოდით ახლა ვნახოთ ძალიან სახალისო ვიდეორგოლი, იმიტომ რომ როგორც ეს სახალისოა ხოლმე ეს ვიდეორგოლები, რომელშიც ჩვენი მეოთხედფინალისტები ერთმანეთში არა წიგნების თაროს, არამედ სხვა თამაშებს ითამაშებენ, გაერთობიან, შეეჯიბრებიან, თავადაც იხალისებენ, ჩვენც გვახალისებენ და მოკლედ ასე მოემზადებიან ძალიან დაძაბული და დამთრგუნველი მეოთხედფინალისტი. მაგრამ ჯერ თამაშები. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. Daram, dararam, raram. Dararararam. Daram, rararam, raram. Dararararam. Daram. Dararararam. Dararararam. Rararam. Daram. Dararararam. Dararararam. Raram. მიკან მაგ. არიცი? კი. მოვა. ხო, ეგა. გამისის მრებში მოვალ, ეგა. ნა. 4-3-ზე. სამი ბგერა. 3-1 ბგერა 4-3-ზე და 3. ნა. რაღაც ახალი წერი მე რა. ეს ბავშვად შეაყოლე რა. მე მაგას. ნა. მომიწი მაგა. ნა. არიშლიანი უღელტელი. არ ვარდი ფანასი არ გიტირა. ის აფიჩენ ზონბინი ხუბიტენ რაღაც ეგ ხوارა. ფიჩტები ზონბინი. 9. ხუბიტი არ არის ვაფშე კავშირი საერთოდ მაგას არ არის. და ის ეს რაღაცა ცირდება. ვარდნა. ეს ცეცხლი. ცეცხლი წვავნა. ინკვიზიცია. ბრავი, კაცი რომელიც ვარდება. საებრები კამერა. 9 წრები. ხო. წრე. ადამიანს ხატავს. წრეა.
გვალი რაღაცა არის. თვალები ადამიანია. ხო, მონ როგორ? კაცი რომელიც ეცინის ხოლმე. არა, გაცნობული სახე არა. უბრალოდ ადამიანია. და სამკუთხედი, არა. რაღაცა სწორკუთხა სახე აქვს, ანუ რაღაცა მეტად ისეთი მოკუთხოდან. ნიღაბია. არიცის ვინ არის? კაცი ნიღბის ქვე რაღაცა ეგეთია. ნიღბის ახსარ არის. რაღაცა კაცი ნიღბის ქვეშ, ნიღაბი აქვს კაცს. ისა რა ქვია? ოთხკუთხედი ნიღაბია. ნიღაბზე კიდე რა? საავტო შუა წელს. აი პორტრეტშია და ოსკარის. დორიან გრეის. არა, ციხეშია. კაცი ვაღალტოში. ციხეში არის კაცი და ნიღაბი უკეთია. ან მუზარადი უკეთია. არა, ნიღაბი უფრო. ნიღაბი. ციხეშია კაცი, ნიღაბი უკეთია. კაცი რკინის ნიღბითი. ისი ოქნა ძერ შენ გადადგე, მე ერთდროულად არ წავიდე. კაი, ხა მე. ცოტა გავდი და გადადგე. კაგაჭიმე, ნელა. 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 არ მოუშვა. არ მოატუნა. ნელა. კაჭიმე კარგა არ მოატუნა მითხა. მე ხა წამოდი. ხა შენ წამოდი. რა დაწყდი? იდემე გადაგდი. ნუ შენ ხარ. გაჭიმე. მე გონი წდები მეგობრებო. როია. აიღე. აცვენია. კარგია. აპლოდისმენტები ინვიქტუს და არიატიდას. ყველა თამაში მშვენივრად გამოსდით, როგორც ჩანს და ახლა იმედია წიგნების თაროც ასევე იქნება. მე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი, წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრე სრულყოფილად და წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. აღარ შევეკითხები, გუნდებს ყოველთვის თანახმანი არიან ხოლმე, რომ დავიწყოთ თამაში, ამიტომ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემული წიგნის ნაწილია. როგორც ავტორი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, გმირის შექმნის შთაგონება ბრეტ ისტონ ელისის შემოქმედება და სხვადასხვა არქეტიპი იყო. ისაა ერთგვარი femme fatale, რომლის მხატვრული სახეც ნიჰილიზმით, შავი იუმორითა და თვით დესტრუქციითაა გაჯერებული. პროტაგონისტის მსგავსად სხვადასხვა შეკრებებზე სიარული მარლა სინგერი. მებრძოლთა კლუბი. სხვადასხვა შეკრებებზე დადის. დიახ. სად მაგალითად? კიბოიანთა შეკრებაზე მაგალითად. ეს ორი პასუხია მეგობრებო, ეს არის მარლა სინგერი, ჩაკ პალანიკის გმირი პერსონაჟი, რომელიც ვინ არის, საიდან მოვიდა და მოუკიდებელი პერსონაჟია თუ ვინმეს რამე, ამაზე მოკლედ ზოგს ალბათ საკითხული არ გექნებათ, ნანახიც არ გექნებათ, ამიტომ დამატებითი კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ თავარია რომ კარიატიდან სწორად გასცა ამ შეკითხვას. პასუხი და 3-0 გახადა ანგარიში პირველი რაუნდის შემდეგ. გავაგრძელოთ თამაში, მეორე რაუნდი, ციტატა. ორი ჩირაღდანი ავიღე სათავსიდან და ერთი მივეცი. თავი დავუკარი და წინ გავუძეხი.
დარბაზები გავიარეთ და მალე თაღი დავინახეთ. სარდაფში ჩასვლა აქედან შეიძლებოდა. გრძელ და ხვეულ კიბეზე დავეშვით. მომყვებოდა ის და მე ვემუდარებოდი, ფრთხილად იყავი მეთქი. და ბოლოს ჩავაღწიეთ დაბლა. ორივე ვიდექით ახლა მონტრესორების კარიატი დაასწრებს. ერთი კასრი ამონტირებდა. კასრი ამონტილადო. ამის ავტორი ვინ არის ეგაც? პო. ედგარი. ედგარ ალან პო და არა რომელიმე სხვა. ესაც სწორი პასუხია. ამონტილადოს კასრი ამონტილადო, ერთი კასრი ამონტილადო, სხვადასხვანაირად არის თარგმნილი, ყველაფერი მისაღებია. ედგარ პოს საშინელებათა ჟანრის მოთხრობაზეა საუბარი. დაასწრო ამჯერად ინვიქტუს კარიატიდან წამებით და ამით მოიპოვეს კიდევ 3 ქულა საკუთარ აქტივში, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული წამი გადამწყვეტია და შემდეგ რაუნდებში შეიძლება სხვანაირადაც განვითარდეს მოვლენები. მესამე რაუნდი დოკუმენტური. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-20 საუკუნეში გამოიცა და მრავალთა აზრით აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაშია. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერის დაწყების შთაგონებად ბიზნესმენ ენდრიუ კარნეგისთან რა ხდება? და გამდიდრდი. იფიქრე და გამოიცა. მომართვაა თუ პასუხი? ვიფიქრეთ და გამოვიცანით. და რაც მე ცხოვრებაში მიფიქრია. ეგ რო ამდიდრებდეს. არ ვიცი. მაგრამ ქულები მოაქვს როგორც ჩანს, ეს სწორი პასუხია. ეს არის იფიქრე და გამდიდრდი ნაპოლეონ ჰილის ნაშრომი. ენდრიუ კარნეგისთან შეხვედრის შემდეგ რო დაიბადა ეს იდეა, ეს გახსოვდა მარიამ? დიდი დეპრესიის პერიოდში გამოიცა თან. ნამდვილად და შვენივრად დაიწყო თამაში კარიატი და 9-0 გახადა ანგარიში 3 რაუნდის შემდეგ მაქსიმალური შესაძლო ქულა მოიპოვეს და გავაგრძელოთ თამაში. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ის, რაც კომპლექსური ორგანული ნივთიერებებისგან შედგება და ამავდროულად მე-20 საუკუნის ინგლისური რომანის სათაურს წარმოადგენს. თავდაპირველად ეს მეცნიერებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან სხვადასხვა ობიექტს ფარავდა. დროთა განმავლობაში კი აღმოაჩინეს, რომ ის არაერთ ასტროფიზიკურ პროცესს უწყობს ხელს. მან აგრეთვე შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პლანეტის ფორმირებაში. მის შესასწავლად ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდანაა საჭირო. შეკითხვის დასაწყისში ნახსენები რომანი ზღაპრულ ადგილზე მოგვითხრობს, რომელიც ჩვენი სამყაროსგან განსაკუთრებული კედლითაა გამოყოფილი. წიგნის გისმენ? მტვერი იქნება, იმიტომ რომ გისმენ? არა, ვარსკვლავის მტვერი. სათაურში რამდენი მტვერი. სათაურს წარმოადგენს, ხო. და ვარსკვლავის მტვერი იქნება და ვარსკვლავის მტვერი. ხო, ვარსკვლავის მტვერი. ნილ გეიმანის წიგნს ასევე ქვია Stardust, ანუ ვარსკვლავის მტვერი. სწორედ ვარსკვლავის მტვერზე იყო ამ შეკითხვაში საუბარი. ასტროფიზიკური პროცესები, რა თქმა უნდა, ვარსკვლავის მტვერია. ეს არ არის იგივე, რაც ჩვენი ხილული მტვერი, განსხვავებულია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც აღმოჩნდა სამყაროს ფორმირებაში. ეს 3 ქულაა კიდევ კარიატიდასკენ და ისღა დამრჩენია, რომ შემდეგ რაუნდზე გადავიდე. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში გამოიცა, თავდაპირველად ნოველად იყო ჩაფიქრებული, რომლის შთაგონების წყაროდაც ავტორის დავოსში ვიზიტი იქცა. ჯადოსნური მთა. აი ამჯერად ინვიქტუსი დაიძრა. ეს არის ჯადოსნური მთა ნამდვილად. დავოსის ხსენებაზე ილია შარმანაშვილმა არცაც ხელა და აღარ დაახანა და დააწირა. მოთხრობად იყო ჩაფიქრებული და მე ძალიან დიდი წიგნით დაიწერა რა. ნამდვილად მოთხრობისგან ძალიან შორს დგას დღეს.
ის რაც მივიღეთ დიდი რომანი. ჯადოსნური მთა. 12-3 ხდება ანგარიში ამცირებს ხაობას ინვიქტუსი. ვაგრძელებთ თამაშს. ჩვენიერი მეოთხედფინალია, როგორც ეკადრება მეოთხედფინალს. მეექვსე რაუნდი ასოციაცია. იდუმალება მთვარე სილამაზე შთაბეჭდილება ცის კამარა 64 უსიყვარულოდ იყოს. უსიყვარულოდ ცის კამარა. დავატკიონ ტაბიძის სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი. აი მეორე. ეს არ არის უსიყვარულოდ მაგძელებს შეკითხვას კარიატიდასთვის. მოიცა? 64 დავიწყება სიდიადე ბუნება მცინარი ცრემლიანი მწუხარება ფარდი გაზიარება თბილისი მწუხრი დილა ვერსია არ არის 30 წამი გაქვს ფიქრისთვის განთიადი აი მაინც ვიფიქრე 30 წამი გვაქვს თუ რა. ლექსებიანი ხო, რაღაცის ამ ცისა კამარას ხო, და წუხარება ან ის უყურებს და ის ნერითმებოდა სემდიანი და ნაგონია. სემდიანი და ნაგონია. ნახე, ტანჯვა თქვა, ტანჯვა მგონია წუხარება შეიძლება. ორიანზე მახშობ. აბა? განთიადი. ხო. რომელ ლექს გულის? შემოღამთ ფინაზე ხო არ არის. თუ პოემა განთიადი. იცი რა, პოემა არ იქნება ლექსი. ლექსი ხო. აკაკის. ავტორი? აკაკის. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. არი ნერვიულად საერთოდ არ არის განთიაძე საუბარი, ანუ საქმე ის არ იყო, რომ ავტორი ვერ დააკონკრეტეთ. ბატონო? მეგონა სათავში მანდ. გამარჯობა. ეგეც თაწმინდის თვალი. ეს არის შემოღამება მთაწმინდაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი შემოღამება მთაწმინდაზე. რა მომენტში მიხვდით? ნუ კამიხდა. ბუნება და გაზია. ხო, კი ბატონო. დასანანია რომ ქულები ვერ მოიპოვეთ ამ შეკითხვაზე, შეიძლებოდა, მაგრამ გავატაროთ ერთი ესეთი რაუნდიც უნდა აღმოჩენილიყო და აი აღმოჩნდა. ახლა კი მეშვიდე რაუნდი. ავტორი. გამოსაცნობი მწერალი მე-19 საუკუნეში დაიბადა. მამამისი აფთიაქარი იყო და თავადაც ამ საქმიანობით იყო დაინტერესებული. თუმცა პრუსიის არმიაში გაწევრიანებამ და ინგლისში ვიზიტმა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. მოგვიანებით ლონდონში კორესპონდენტად მუშაობდა, რა დროსაც ძველი ინგლისური ბალადებით დაინტერესდა. ვეღარ მოიწმინე რა. რატომ ვეღარ მოიწმინე მარიამ? თეოდორ ფონტანე. გისმენ? გერმანელია და ეს არის ფონტანე. თეოდორ ფონტანე? თეოდორ ფონტანე. დიახ. კი, აფთიაქარი ნამდვილად იყო მამამისი. აფთიაქარიც იყო პრუსიის არმიაშიც იქნებოდა. კი, ინგლისში. რა უნდა და ინგლისში მეგობრებო, თეოდორ ფონტანეს. ჯარში იყო, რა ვიცი. იბრძოთ. ლიტერატურული ქართულით რომ ვთქვათ, ნანდომება, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია, ეს არის თეოდორ ფონტანე. თეოდორ ფონტანეს სწორი პასუხია. ნამდვილად მე სრთული შეკითხვა მეგონა. ხო. და აღმოჩნდა რომ ორ სამ წინადადებაში დაძლევადია კარიატიდასთვის. სამი ქულა კავკასიის უნივერსიტეტის გუნდის აქტივში და მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. Daisy Jones-ი და ექსეული.
და ისეთი აღტკინები დააჭირეთ, რომ ველოდი რომ სწორი პასუხი იქნებოდა და ასე აღმოჩნდა. ეს არის დეიზი ჯონსი და 6-ეული ნაწარმოები, რომლის შესახებაც მე ამ კითხვიდან გავიგე, მაგრამ როგორც ჩანს, კარიატიდას ჩვენი ვრად ცოდნია ტეილორ ჯენკინს რიდის დეიზი ჯონსი. 6-ეული. 3 ქულა ისევ კარიატიდას აქტივში მიდის და მე-9 რაუნდი ნაწარმოები. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა. საინტერესოა რომანის შექმნის ისტორია. ავტორი ბრემ სტოკერის ცნობილი თხზულებით იყო შთაგონებული, როცა იფიქრა თუ რა მოხდებოდა გრაფი დრაკულა მე-20 საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ აღმოჩენილიყო. ეს ნარატივი ძალზე მოეწონა და წიგნის თავდაპირველ სათაურად მეორედ მოსვლა შეარჩია. ნილ გეიმანმა ამ რომანზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პატარა ქალაქის დიკენსისეული აღწერა, რომელშიც მოულოდნელად არა ალქაჯი, არამედ ვამპირი ჩნდება. ნაწარმოების მოქმედება არა მასაჩუსეტსში, არამედ ამერიკის მეტად ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში. გამოგონილ ქალაქში. ისტვიქელი ალქაჯები. ვამპირი გახსოვთ მათ? ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არის. ვაგრძელებ შეკითხვას ინვიქტუსისთვის. გამოგონილ ქალაქში მიმდინარეობს, რომლის სახელის პირველი ნაწილიც ერთ-ერთი აღმოსავლეთ აზიური ქვეყნის დედაქალაქია. ვერსია არ ჩანს, 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება ინვიქტუსისთვის. გამოსაცნობი წიგნი ამერიკელი მწერლის რიგით მეორე გამოქვეყნებული რომანია. ტრადიციულად მისი მოქმედებაც შტატ მეინში მიმდინარეობს. თავარი გმირი ბენ მიერსი პატარა ქალაქში ბრუნდება და ბავშვობის შიშს უსწორებს თვალს. ისმენთ? სამიანზე ვერსია მქონდა, სალემ სლოტი. სწორი ვერსია გქონიათ სამიანზევე. ეს არის სალემ სლოტი, სტივენ კინგის ნაწარმოები. უნდა გაგერისკათ ილია მე მგონი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ღირდა რისკათ ეს ყველაფერი. ერთი ქულაც მნიშვნელოვანია, ერთი ქულა მოიპოვა ინვიქტუსმა და პირველი ეტაპი ამგვარად ამოიწურა. მივადექით ქართულ რაუნდებს. ციგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ციგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. ციგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ყურადღებით პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით მოვლენა, რომელიც მე-16 საუკუნეში მოხდა. მას წინ უძღოდა ქართველების მიერ არზრუმის გამგებლის მუსა ფაშას დამარცხება. ამის საპასუხოდ ოსმალებმა სამცხე საათაბაგოს დაპატრონება განიზრახეს და იმერეთის მეფის წინააღმდეგ გამოილაშქრეს. ბაგრატ მესამემ დახმარებისთვის ქართლის მეფეს ოდიშისა და გურიის მთავრებს მიმართა. ქართველთა გაერთიანებული ჯარი მტერს ბასიანისკენ დახვდა, თუმცა ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ დამარცხდნენ. ამით სამცხე იმერეთის გაერთიანების იმედი დასამარდა და ამ არეალში ოსმალები დაფუძნდნენ
გარისის ბრძოლა. გარისის ბრძოლა არ არის სწორი პასუხი, ლუკა. არ არის სწორი პასუხი და ინვიქტუს აქვს უფლება თავისი ვერსია დააფიქსიროს, თუ ასეთი არსებობს. არ გაქვს ასეთი ვერსია. ზემდოლეთში ეს არის სოხოისტას ბრძოლა, მეგობრებო. სოხოისტას ბრძოლა. გავაგრძელოთ თამაში, მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 23 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სახელი არაბულიდან მომდინარეობს. მე-19 საუკუნის დასაწყისში ის საჭილაოს სამოურავოში შედიოდა. ურბანულ ცენტრად 1870 წელს გადაიქცა. თბილისი ფოთის რკინიგზის გაყვანისა და ამ ადგილას სადგურის გახსნის შედეგად. გამოსაცნობ ტოპონიმს ქალაქის სტატუსი 1963 წელს მიენიჭა. ხოლო დღეს მუნიციპალიტეტის ცენტრსაც წარმოადგენს. აქვე მდებარეობს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია. ბოლოს გეტყვით, რომ სწორედ გამოსაცნობ ქალაქში დაიბადა ცნობილი ქართველი ფანტასტი. ფანტასტი? ბათუმი. ბათუმი. არკადის სტრუგაც კი მან დაიბადა. ეს არ არის სწორი პასუხი. გისმენთ? სენაკი გავუშვათ, არ ვიცი. მუნიციპალიტეტია. სამი? სენაკი იყო. სენაკი. სენაკი. არც ეს არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ღმერთო ჩა. ქართული ფანტასტი მწერალი ვინ იცით? მაგალითად მითხარით ერთი. აბაშელი. სადაური? აბაშა. ღმერთო. ეს არის აბაშა. აბაშა, მეგობრებო. ქართული ფანტასტი მწერალი, ყველაზე ცნობილი ალექსანდრე აბაშელი. ბუნებრივია აბაშადან. გავაგრძელოთ თამაში, გავაგრძელოთ, ცოტა დაიბდნენ ჩვენი მოთამაშეები, მაგრამ არა უშავს. რთულია აქ მაგიდებთან დგომა და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ძალიან გამოცდილი მოთამაშეების თამაშიც. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ის, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, კრიტიკისა და მწერლობის განვითარებაში. მისი რედაქცია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შეკრების ადგილად იქცა. ეს გაზეთი არაერთ პრობლემას აშუქებდა, რამაც ბევრ მოზარდსა თუ მოზრდილს თვალი აუხილა. პირველად 1866 წელს გიორგი წერეთლის რედაქტორობით გამოვიდა. 1800 საქართველოს მოამბე იყოს. საქართველოს მოამბე. ლუკა. სამწუხაროდ ეს არ არის. არ არის საუბარი აღნიშნულ გაზეთზე, ვაგრძელებ კარიატიდასთვის. 1877 წელს კი ყოველდღიურად იბეჭდებოდა. მოგვიანებით ამ გაზეთისა და იბერიის რედაქციები გაერთიანდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ხელს სერგეი მესხი და ილია ჭავჭავაძე აწერდნენ. ცისკარი იყო უბრალოდ. ცისკარი. ხო, სხვა ვერ უკეთესი ვერ მოუწევს. არც ეს არის სწორი პასუხი. არა. არც ცისკარზეა საუბარი. არა და იცით დარწმუნებული ვარ, ეს არის დროება, მეგობრებო, დროება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული გაზეთი. მოდით გადავიდეთ ინდივიდუალურ რაუნდებზე. ხელოვნება ვითამაშოთ. ლუკა, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. თქვენ უნდა გამოიცნოთ ხელოვანი, რომელიც საუკუნეების წინ დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მამამისიც მხატვარი იყო და გამოსაცნობმა ადამიანმა მისგან ბევრი ისწავლა. თავდაპირველად თეატრალურ წარმოდგენებს აფორმებდა, მათ შორის ანტონიო ვივალდის ოპერებს. მოგვიანებით დედაქალაქს მიაშურა, სადაც ჯოვანი პაოლო პანინის შემოქმედების შთაგონებით ქალაქის ხედებისა და ხალხის ცხოვრების ასახვა დაიწყო.
გარდა მშობლიური ვენეციისა, მას ლონდონიც არაერთხელ აქვს დახატული. მეტიც მისი ნამუშევრებით ჯორჯ მესამეც კი იყო აღფრთოვანებული. მისი ფოტოგრაფიული სიზუსტით შესრულებულმა ნახატებმა გარკვეული გავლენა ვენეციისა და ლონდონის ტურიზმზეც მოახდინა. 3 ნიკა ინგლისელი იყო ეს კარტი. გისმენ? მითხარი ეს ადამიანი? ეს ადამიანი იყოს 3 2 დომ ჰარტს. მითხარი ბოლოს? არა. არა. ლუკას აქვს უფლება დააფიქსიროს თავის ვერსია? არ გაქვს ასე. განსაკუთრებით ცნობილი იყო იმითი, რომ ვენეციის არხებს ხატავდა ხოლმე და აქედან მიიღო მისი ფსევდონიმი. ეს არის კანალეტო. კანალეტო. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ლუკა, მარიამ, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. თქვენ უნდა გამოიცნოთ დახარისხების ჰიპოთეზური მეთოდი, რომელიც 1932 წელს დაბადებულმა მეცნიერმა შეიმუშავა. მისი შესწავლის ერთ-ერთი არეალი არამიწიერი ცივილიზაციები იყო. საკუთარი კლასიფიკაცია პირველად 1964 წელს ბიურაკანის კონფერენციაზე წარმოადგინა და ცივილიზაციები მათ მიერ მოხმარებული ენერგიის მიხედვით დაყო. მაგალითად, პირველი დონის ცივილიზაციამ საკუთარი პლანეტის ენერგორესურსები თუ პოტენციალი ბოლომდე აითვისა, როცა მესამე ტიპის ცივილიზაცია galaktikურ მასშტაბებზეა ასული. ჩვენი ცივილიზაცია მიჩიო კაკუს პროგნოზით ამ სკალის პირველ დონეს 100-200 წელიწადში მიაღწევს. 3 2 ლუკა. აბა თუ გაიხსენე? ენერგოცირკულაციის ინდექსი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, მარიამს აქვს უფლება დააფიქსიროს თავის ვერსია, მაგრამ არ არის ასეთი, ამ სკალას ამავე მეცნიერის გვარის მიხედვით ეწოდება სახელი, ეს არის კარდაშევის სკალა, მეგობრებო. კარდაშევის სკალა. სპორტზე ვითამაშოთ. ილია, ლუკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოსაცნობი ადამიანი 2 წლის ასაკში 500 დეტალიან ფაზლებს აწყობდა. ხოლო 2 წლის შემდეგ უფროსთათვის განკუთვნილი კონსტრუქტორებით თამაშობდა. გასაოცარი მეხსიერებითაც გამოირჩეოდა. იცოდა რა ყველა ქვეყნის დედაქალაქი და დროშა. კონკრეტული თამაშის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში გამოავლინა და მას დიდოსტატი სიმენ აგდესტაინი ავარჯიშებდა. კარლსენი იყოს რა. კარლსენი. მაგნუს კარლსენი. მაგნუს კარლსენი. რატომ გარისკე? ანუ სულ რამდენიმე ვიფიქრე ხარ როგორც ეკნეოდა და ბევრი უნიკუმია მაგრამ და ანუ კარლსენზე შევდი. ეს სწორი პასუხია, ეს არის მაგნუს კარლსენი, უნიკალური უნარებით გამორჩეული მოჭადრაკე, ფენომენი და მოკლედ ლუკა მირგატიასთვის 2 ქულის მომტანი სპორტსმენი. ბლიცის მოთამაშეებს უხმეთ. ილია და მარიამი ითამაშებენ ბლიცს. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მარიამ, პირველი შენთან ვთამაშობ, მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია ჩინუ აჩებე? ნიგერია. სწორედ რომელი წელის პერსონაჟია ჯენ ფინჩი? ლი. სწორედ ვის ლექსია მესაფლავე? გალაქტიონი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა ჯუნგლის წიგნი? მე-20. მე-19 რომელ მწერალთან ხვდებით სახელმწიფო არჰაიტს? ლეგვინი. სწორედ მითოლოგიაში რომელ ხეზე დარბის ციყვირა ტატოსკრი? შემდეგი. იგდრასილზე სიუზენ ზონტაგის ვულკანის? მეტრფე. სწორედ რაგვარი დენელკიზის პერსონაჟი ჩარლი? გორდონი. სწორედ რომელ ქალაქში მიმდინარეობს ფამუქის თოვლის მოქმედება? ყარსი. სწორედ რა ქვია ძიავანიას ავტორ ჩეხოვს? ანტონი. სწორედ დაასრულეს ჩიგან ასრეგავერი გნოლი ჯოქთავითა? არ ვიცი. ქორი ტოლკითან ვინ არის ერთმანეთისთვის ელრონდი და არვენი? მამაშვილი. სწორედ რამდენი წუთია კოელიოს წიგნისათვის? სწორედ ვაჟა-ფშაველსთან ვინ მოკლავს
მუცალს? შემდეგი. ალუდა ქეთელაური, რომელ საუკუნეში გამოიცა ჩერნობილის ლოცვა? მეოცე. სწორედ როულიქთა რაგვერია პროფესორი ჰორაციო? სალაქორნი. სწორედ რომელ წიგნში ხვდებით მელეხოვების ოჯახს? წყნარი დონი. სწორედ ბიბლიაში რა ქვია ისააკის მამას? აბრაამი. სწორედ რომელი ბერძენი დრამატურგის ტრაგედია ოიდიპოს მეფე? სოფოკლე. სწორედ რომელი არსებების სამყაროს დედაქალაქია ბელოკანი? ჭიანჭველების. სწორედ კოლინსთა რომელი რაიონიდანაა ქეთნისი? სწორედ სერვანტესა რა ქვია დონ კიხოტის ცხენს? როსინანტი. სწორედ რომელი წიგნის პერსონაჟია ელა რუბინშტეინი? შემდეგი. სიყვარულის 40 წესი სადავრი მწერალია ვინფრიდ ზებალდი? გერმანელი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამა დააგროვა 19 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მას და მე ვინაცვლებ ილიასთან, რომელსაც ასევე მოუწევს ახლა ბლიცის თამაში. მზად ხარ ილია? კი. დავიწყოთ ბლიცი ილიასთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია ნაჯიბ მაჰფუზი. ეგვიპტე. სწორედ რომელი წელის პერსონაჟია ყაჩაღის ასული რონია? ლინდგრენი. სწორედ ვის ლექსია საბა? მაჭვარიანი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები? მეოცე. სწორედ რომელ მწერალთან ხვდებით ბენე გესერიტებს? ისა ლეგუინი. ჰერბერტი მითოლოგიაში რომელ ხიდს იცავს ჰეიმდალი? შემდეგი. ბიფროს აირის მერდოკის ზღვა? ზღვა. სწორედ რაგვარია კენკის პერსონაჟი რენდელ პატრიკი? სწორედ რომელ ქალაქში მიმდინარეობს უმანკოების მუზეუმის მოქმედება? სწორია რა ქვია ცხვირის ავტორ გოგოლს? ნიკოლაი. სწორედ დასვლეთ კაცი კაცსა შემოსწორდა. ქორი. გორი ტოლკინთან ვინ არის ერთმანეთისთვის არათორნი და არაგორნი? მამაშვილი. სწორედ ვინ გადაწყვიტა სიკვდილი ქონდეს? სწორია ყაზბეგთან ვინ მოკლა ონისე? გოჩა. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ოქროს როეული? მეოცე. სწორედ როულიქთა რაგვარია პროფესორი მინერვა? მაგონგელი. სწორედ რომელ წიგნში ხვდებით ნეხლუდობების ოჯახს? აღდგომა. სწორედ ბიბლიაში ვინ მონათლო იესო? იოანე. სწორედ რომელი ბერძენი დრამატურგის ტრაგედიაა მედეა? ევრიპიდე. სწორედ ლუნდესთან რომელი არსებობს უბლის ჯორჯი? შემდეგი. ფუტკრებს კოლინსთან რაგვარია პანების პრეზიდენტი? სნოუ. სწორედ სერვანტესთან რა ქვია დონ კიხოტის საყვარელ ქალს? დულსინია. სწორედ რომელი წიგნის პერსონაჟია პრეტექსტად ტაში? კრისიგიენა. სწორედ სადრომი მწერალია რობერტ მენასე? ავსტრია. სწორედ მინდა წერებს კერის სახარება? ფეზუაშვილი. სწორედ ჰომერსტონის შვილია ტელემაქე? ოდისევსი. სწორია, დრო ამოიწურა და ილიამ დააგროვა 22 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მას. ყოველთვის ფენომენალურად თამაშობს ბლიც, ამჯერადაც მშვენივრად ითამაშა და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს საბოლოო ანგარიშის გამოსაცხადებლად. საბოლოოდ კი ანგარიშით 39-26 ნახევარფინალში გადადის კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი. არიატი და გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ, შვენიერი თამაში ჩაატარეთ თან საკმაოდ რთულ მეტოქესთან და დამსახურებულად გადახვედით ნახევარფინალში. წინ დიდი ბრძოლა გელით და წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ნახევარფინალში. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ კარიატიდას. ხორხურვალი აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ინვიქტუსი. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი სამწუხაროდ ეთიშება სეზონს მეოთხედ ფინალში. შესანიშნავი შემადგენლობით, პერსპექტივით, მაგრამ დღეს ბევრჯერ დაგვასწრო მეტოქემ და თამაში ისევ ვერ წავიდა, როგორც ვისურვებდით. დასანანია, გულგასატეხია, მაგრამ რა გაეწყობა. კიდევ ერთხელ ოვაციები ინვიქტუს. მე კი მაყურებელს უნდა დავემშვიდობო. გეტყვით, რომ ერთმანეთს შევხვდებით წიგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას